დატო ტიპსების ამბავი კანადაში. ტიპსების ამბავი კანადაში კარგად არის. სადაც არ უნდა შეხვიდე, არ აქვს მნიშვნელობა ეს რესტორანი იქნება თუ ტანსაცმლის მაღაზია იქნება, თითქმის სავალდებულო არის რომ დატოვო ტიპსები. დავიწყოთ იქიდან რომ ქეშად თითქმის კანადაში არაფერი არ ხდება. ძალიან იშვიათია რომ ვიღაცამ რაღაცა ქეშით გადაიხადოს. არის შემთხვევები, მაგრამ ძირითადად უფრო ტერმინალებზეა გადასულები. ტერმინალი რომ მოაქვთ შენთან გადასახდელა, დაუშვათ რესტორანში ვზივარ და დაუშვათ პირობითად გადასახდელი არის $100. თვითონ ტერმინალს აწერია Z tips რამდენს დატოვებ. შენ არ შეგიძლია უარი თქვა. და ტიპსები იწყება 15%-დან. 15% ეს არის მინიმალური. 15, 20, 25, 30. შენ ირჩევ რა, რომ მომხმარებელს აქვს არჩევანის საშუალება, რამდენი ტიპსი დატოვო. ზოგადად 15-20% არის მიღებული, თითქმის ყველგან არის. აი, სიგარეტსაც რო ყიდულობ სადღაცას ავტოგასამართ სადგურზე, იქაც კი გეკითხებიან ტიპს და ანუ ტიპსების ქვეყანაა რა ერთი სიტყვით რა. ტიპსი სავალდებულოა კანადაში, ვინც აპირებთ კანადაში ჩამოსვლას, დაიმახსოვრეთ, სადაც არ უნდა წახვიდეთ, Uber-ით იმგზავრებთ, რესტორანში იქნებით, ტიპსი თითქმის სავალდებულო, ანუ ტიპსი უნდა გადაიხადოთ, დაუმატოთ უფრო სწორად და აჩუქოთ იმ ადამიანს, ვინც გემსახურებებს. მადლობა ნახვამდის.